რაც შეეხება კანონის მონობას, რა თქმა უნდა, საშიშროება არის კანონის მონობა, ჩავარდს ადამიანი და ეს მარტო ეს არ არის საშიშროება და მარტო ეს არის პრობლემა, არამედ პრობლემა ეს იწვევს მე დიდ პრობლემას ადამიანში, ამპარტავნებას ზოგადად ხიბლს, იმიტომ რომ კანონების შესრულება ძალიან მარტივი არის ზოგადად. ძალიან მარტივია, როცა ადამიანს ეთქვი რომ 10 მეტანია გააკეთე, 3 კანონი წაიკითხე სალონების, ამდენი ილოცე და უკვე მაგარი ხარ. ძალიან ადვილი არის რომ კანონებს შეასრულებ ადამიანი თვითკმაყოფილებას უცა განიცდის რაღაც აი და მე თუ კიდე უფრო ესე ვთქვათ გართულდება კანონები, მე უფრო იმასაც თუ შეასრულებს ხო თლად ესე ვთქვათ უკვე სულიერების მწვერვალზე გონი ადამიანს. ამიტომ კანონის მონობა ამ გაგებით ძალიან საშიში ტენდენცია და არა თუ გვაახლოვებს, არა თუ სულიერებაში გვზდის, არამედ გვაშორებს უფალს. აბა რა არის ესე ვთქვათ ლაკმუსი ან ესე ვთქვათ მაჩვენებელი თქვათ რომ ჩვენ რაღაცა არასწორად ვითარდებით სულიერებაში. მაჩვენებელი ძალიან მარტივი არის. როგორც კი ჩვენ გონია რაღაცა რომ რაღაცას მივაღწიეთ სულიერებაში, ეს ტესტი მარტივი და იცოდეთ რომ ესე იგი თქვენ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მზადდებით. არათუ მიაღწიეთ რამეს, არამედ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ესე იგი ამაზე დაცემულ მდგომარეობა თქვენ არ გქონთ არასდროს, თუნდაც მაშინ, როდესაც თქვათ არიყავით ეკლესიური და ცოდვებში ბანაობდით თუნდაც თქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ამბარდავნება, რომ ხიბლი ქვია მას ეკლესიურად, საკმაოდ ისეთი რომელიც შეუმჩნეველია, მაგრამ ტესტი ესეთი არის. როგორც კი ჩვენ წარმოგვიდგება რაღაც, წარმოგვიდგენია საკუთარ თავზე რაღაცა. მაშინ ეს უკვე საგანგაშო ზარები უნდა შემოყრათ. საერთოდ კარგი ქრისტიანის მცნება, მოდი კარგი ქრისტიანი როგორ შეიძლება ვიყოთ, თქვათ, ხო? არ არსებობს, იმიტომ რომ საზომი კარგობისა არ არსებობს. რატო არ არსებობს კარგი, მაგალითად შეიძლება კარგი მუსლიმი იყო, თქვათ, კარგი იეჰოვას მოწმე იყო. ეს შესაძლებელი არის. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის, რომ შეასრულო რაღაც კანონების ჩამონათვალი, თქვათ ის ნამაზ აღასრულებ, თქვათ 50 საათს კვირაში შეასრულებ გადაგებისას, თქვათ იეჰოვას მოწმეებს გულისხმობ შემთხვევაში, თქვათ და შენ უკვე შენი ნორმა თუ შენი მოვალეობა შეასრულე, თქვათ რაღაცას აკეთებ, რაღაცა აღასრულებ და უკვე შენ ყველაფერი შეასრულე. ძალიან ადვილი არის, როდესაც ძველი აღთქმის ებრაელების მდგომარეობა, თქვათ იქაც ნორმები იყო, მიათეც წირავ, თქვათ ეკლესიას, თქვათ მარხულობ კვირაში ერთხელ, შაბათს იცავ და პასკას ინახავ და მართლმორწმუნე, გამართლებული მორწმუნე ადამიანი ხარ. ძალიან ადვილი იყო, თქვათ, ეს ძველი აღთქმის პოზიციიდან ყოფნა, ძალიან ადვილია მუსლიმობა, კარგი მუსლიმი რო იყო, ძალიან ადვილია კარგი იეჰოვას მოწმე იყო, მაგრამ შეუძლებელია, რომ იყო კაი ქრისტიანი. შეუძლებელია იმიტომ და იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ახალს არ ვიტყვი ახლა, რომ ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია. ცნება ქრისტიანებს გვაქვს ერთი, გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარს ადამიანი. და აი სიყვარულის საზღვარი არსებობს და იმიტომ შენ ვერ იტყვი იმას, რომ მე თუნდაც მეორე ადამიანი მიყვარს და ამაზე მეტად შეუძლებელი რომ შევიყვარო ის. ანუ ზღვარი არ აქვს, ამიტომ შენ როგორ იტყვი მე კარგი ვარ, თუ კი ამას საზღვარი არ აქვს და ამის განვითარება დაუსრულებლად შესაძლებელი არის. ამიტომ ვერასდროს ჩვენ ვერ ვიქნებით კარგი ქრისტიანები. ისმის შეიძლება იყოს კაი იეჰოვას მოწმეები, მაგრამ კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანი თქვენ ვერ იქნებით ვერასდროს. ის პროცესი არის და დაუმთავრებელი პროცესი არის.